ჯასტინ გეიჩი და პადი პიმბლეტი, რომელიც იქნება ილია ტოპურიას შემდეგი მეტოქე. მეგობრებო, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ჭორები, ვინ იქნება ილია ტოპურიას შემდეგი მეტოქე. ჟურნალისტი ალვარო კოლმენეროს მტკიცებით, ილია ტოპურია შესაძლოა დაბრუნდეს ოქტაგონში იანვრის თვეში. რა მიზეზით? მე ვფიქრობ, კარგი, ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ. ეს უკვე სპეკულაციაა და არა კოლმენეროს ოფიციალური ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რომ UFC აჩერებს ილია ტოპურიას იანვრამდე, რადგან იანვარში იწყება გადაცემების ახალი კონტრაქტი Paramount-თან. ამიტომ მათ სურთ კონდეთ ერთ-ერთი ყველაზე მედიური მებრძოლი, პირველ ნომერირებული ღონისძიებისთვის Paramount-ზე, რათა ხალხმა მეტი გამოწერა გააკეთოს. მეგობრებო, გავცელდა ჭორები, რომ ჯასტინ გეიჩი იქნება ილია ტოპურიას პირველი დაცვა 155 ფუნტიანი ტიტულისთვის, რომელიც ამჟამად ტოპურია ატარებს, მაგრამ თითქოს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. თავად ალვარო კოლმენეროს აზრით, სიტუაცია შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეიცვალა. მან თქვა, რომ ჯასტინ გეიჩი იანვარში შეხვდება ილია ტოპურიას, რათა იყოს პირველი დაცვა. შემდეგ მოხდა მრავალი რამ. პირველი იყო, რომ პადი პიმბლეტისგან მალე ელოდებოდნენ ბრძოლას, ასევე ჯასტინ გეიჩის მენეჯერმა ალი აბდელასიმა, რომელიც ძალიან საჯარო და პოლემიკური ფიგურაა, გამოაქვეყნა ტვიტი, რომელმაც გამოხატა უკმაყოფილება. ტვიტში ალი აბდელასი ამბობდა, რომ ჯასტინ გეიჩი არა მხოლოდ კარგი მებრძოლია, არამედ საინტერესოა და ის იმსახურებს ტიტულის შანსს, რადგან ჰქონდა დიდი კარიერა. ამით ალი გამოხატავდა, რომ ჯასტინ გეიჩი შეიძლება განიხილავდეს ტიტულის შანსს UFC-სგან იგნორირების შემდეგ. ჯასტინ გეიჩი მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა წავიდეს. აღსანიშნავია, რომ მან თქვა, რომ თუ ტიტულის შანსს ვერ მიიღებდა, სპორტში წასვლას აპირებდა, რადგან მას აღარ აქვს мотивация და აღარ სურს ბრძოლა. მას სურს კიდევ ერთხელ კონდეს შანსი ტიტულის მოსაპოვებლად. სიტუაცია შეიცვალა და აქ მნიშვნელოვანია Paramount-ის კონტრაქტი, რადგან ის განსაზღვრავს, ვინ იქნება მეტოქე. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჩთან, ბრძოლა იქნებოდა ბევრი მსურველისთვის საინტერესო, თუმცა თუ ბრძოლა იქნება ინგლისელ პადი პიმბლეტთან, ინტერესი და ჰაიპი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ისტორია არსებობს, ილია ტოპურიასა და პადი პიმბლეტის შორის უკვე იყო კონფლიქტი. მებრძოლები ერთმანეთს ბოთლები ესროლეთ და თითქმის ხელჩართული შეებნին. პადი პიმბლეტიც მედიულია, როცა ილია ტოპურიამ დაამარცხა ჩარლზ ოლივეირას ოქტაგონზე ჩაერთო პადი პიმბლეტი, არა არმან ან ჯასტინ გეიჩი. ეს ყველაფერი გაზარდა მედიის ყურადღება და ეფექტი სნოუბოლი წარმოიქმნა. პატარა პრობლემა გახდა დიდი ამბავი და ხალხი უყურებს მათ ბრძოლას ოქტაგონში. მართლაც აშკარაა, რომ UFC prefers ილია ტოპურიას ბრძოლა პადი პიმბლეტთან მიუხედავად იმისა, რომ პარი შესაძლოა არ იმსახურებდეს. თუ გვისაუს გადავიხედოთ, ვინ უფრო იმსახურებს ჯასტინ გეიჩი თუ პადი პიმბლეტი, ჩემი აზრით არც ერთი, მაგრამ თუ იძულებით უნდა ავირჩიო, ვიტყვი ჯასტინ გეიჩი კარიერისთვის. პადი პიმბლეტმა ძირისადად დაამარცხა საშუალო დონის მებრძოლები, როგორებიცაა მაიკლ ჩენდლერი, ბობი გრინი და თონი ფერგიუსონი, მაგრამ არა საუკეთესო მომენტში. ჯასტინ გეიჩის დაბრუნება სპორტში კვლავ დიდი ინტერესით ემსახურება, ხოლო პადი პიმბლეტ გამოჩნდება ძალიან საინტერესო ოპონენტად, რაც გაზრდის ჰაიპს Paramount-ის პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჩთან, ბრძოლა იქნება მძაფრი და აღგზნებული და ბევრმა ფანმა ნახავს მას. თუმცა, თუ მეტოქე იქნება ინგლისელი პადი პიმბლეტი, ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათ შორის უკვე არსებობს ისტორია. ილია ტოპურიასა და პადი პიმბლეტის შორის ადრე კონფლიქტი იყო. ისინი ერთმანეთს ბოთლები ესროლეს, თითქმის ხელჩართულ ბრძოლაში ჩავარდნენ, რაც ამ ბრძოლას კიდევ უფრო ჰაიპურს ხდის. ალი აბდელასი, ჯასტინ გეიჩის მენეჯერი, გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც თქვა, რომ ჯასტინ არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ საოცრად გასართობი და მან დიდი კარიერა შექმნა ტიტულის შანსისთვის. UFC-სგან ტიტულის შანსის არ ქონის შემდეგ, ჯასტინ გეიჩი განიხილავს კარიერიდან გასვლას, მაგრამ მისი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ შეძლოს ტიტულის მოსაპოვებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Paramount-ის კონტრაქტი იანვარში, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, ვინ იქნება მეტოქე. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჩთან, ეს ბრძოლა ყველასთვის საინტერესო იქნება, მათ შორის ილიას კრიტიკოსებისთვისაც. თუმცა, ინგლისელი პადი პიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ჰაიპური იქნება. ფანები უფრო აღგზნებულნი იქნებიან. ჩართულობის დონე გაიზრდება, რადგან არსებობს წინასწარი დაპირისპირების ისტორია. პადი პიმბლეტიც მედიულია, რაც ზრდის მაყურებელთა ინტერესს. როცა ილია ტოპურია დაამარცხა ჩარლზ ოლივეირას, ოქტაგონზე ჩაერთო პადი პიმბლეტი, არა არმან ან ჯასტინ გეიჩი. ეს ფაქტი კიდევ უფრო გაზრდის მედიის ყურადღებას და ჰაიპს, რაც Paramount-ის ღონისძიებას კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. ჯასტინ გეიჩის კარიერა შთამბეჭდავია. მისი ბრძოლები ყოველთვის საინტერესო იყო ფანებისთვის, ხოლო პადი, მიუხედავად მედიის პოპულარობისა, ძირითადად დამარცხებულ მებრძოლებს აძლევდა წინა ბრძოლებში, როგორიცაა მაიკლ ჩენდლერი, ბობი გრინი და ტონი ფერგუსონი. თუმცა ისინი იმ მომენტში არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში.
ეს ბრძოლები შექმნის დიდ მედიურობას და პოპულარობას Paramount-ზე პირველი ნომერირებული ღონისძიებისთვის. ალექსანდრე ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა ასევე შთამბეჭდავი მებრძოლები არიან, მაგრამ ჯასტინ გეიჯი და ილია ტოპურია უკვე შესანიშნავი არჩევანი არიან. პედი პიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ჰაიპური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პარი არ იმსახურებს ტიტულის შანსს. ჯასტინ გეიჯის მიზანია კიდევ ერთხელ მიიღოს ტიტულის შანსი. UFC-ს გადაწყვეტილება იქნება მედიური ინტერესის გამომუშავება, რადგან იანვრის ღონისძიება Paramount-ზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი კვლავ ყურადღების ცენტრში არიან, რადგან მათი ბრძოლა Paramount-ის პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე შეიძლება იყოს ყველაზე მედიური და ჰაიპური ბრძოლა. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჯსთან, ბრძოლა იქნება ძალიან დაძაბული, ხოლო ანტიფანები კი კვლავ ინტერესი გამოთქვავენ. თუმცა ინგლისელი პედი პიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტ ყურადღებას მიიზიდავს, რადგან მათ შორის უკვე არსებობს კონფლიქტი, რომელიც გამოიწვია ფანებში დამატებითი აღფრთვენება. ალი აბდელასი, ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში, რომ ჯასტინ არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ საოცრად გასართობი და მომაჯადოვები. მისი კარიერა შთამბეჭდავია, ამიტომ მიიჩნია, რომ ტიტულის შანსი სამართლიანია. UFC-სგან ტიტულის შანსის არქონის შემდეგ ჯასტინ გეიჯი განიხილავს კარიერიდან გასვლას, მაგრამ მისი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ შეძლოს ტიტულის მოსაპოვებლად. პედი პიმბლეტიც მედიულია, რაც ზრდის მაყურებელთა ინტერესს. როცა ილია ტოპურია დაამარცხა ჩარლზ ოლივეირას, ოქტაგონზე ჩაერთო პედი პიმბლეტი, არა არმან ან ჯასტინ გეიჯი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს მედიის ყურადღებას და აორმაგებს ჰაიპს, რაც Paramount-ის ღონისძიებას კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. ჯასტინ გეიჯის კარიერა შთამბეჭდავია UFC-ში. ის დაამარცხა ძლიერი ოპონენტები და აქვს მდიდარია გამოცდილება, რაც ზრდის მისი მონაწილეობისთვის ინტერესს. პედი პიმბლეტი, მიუხედავად მედიის პოპულარობისა, ძირითადად დამარცხებულ მებრძოლებს აძლევდა წინა ბრძოლებში, როგორიცაა მაიკლ ჩენდლერი, ბობი გრინი და ტონი ფერგუსონი. თუმცა ისინი იმ მომენტში არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ეს ბრძოლები შექმნის დიდ მედიურობას და პოპულარობას Paramount-ზე პირველი ნომერირებული ღონისძიებისთვის. ალექსანდრე ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა ასევე შთამბეჭდავი მებრძოლები არიან, მაგრამ ჯასტინ გეიჯი და ილია ტოპურია უკვე შესანიშნავი არჩევანი არიან. პედი პიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ჰაიპური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პარი არ იმსახურებს ტიტულის შანსს. ჯასტინ გეიჯის მიზანია კიდევ ერთხელ მიიღოს ტიტულის შანსი. მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ შეუძლია ჩემპიონობის მოპოვება, ხოლო UFC აპირებს მაქსიმალურად მედიულ ღონისძიებას. ფანები და მედია დაინტერესებული არიან ამ ბრძოლაზე, რადგან ორივე მებრძოლი შთამბეჭდავია და ისტორია მათ შორის აძლიერებს დაძაბულობას ოქტაგონში. ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტ კვლავ არიან ყურადღების ცენტრში. მათი ბრძოლა Paramount-ის პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე შეიძლება გახდეს ყველაზე მედიული, რაც გამოიწვევს მაღალი ინტერესი ფანებში და მედიის გაშუქებაში. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჯთან, ბრძოლა იქნება მძაფრი და საინტერესო, ხოლო მათი დაპირისპირება პედი პიმბლეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაზრდის ჰაიპს და ინტერესს. ალი აბდელასისი, ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში, რომ ჯასტინ არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ გასართობი და ძალიან მომაჯადოებელი, რაც ზრდის მისი ბრძოლების პოპულარობას. UFC-სგან ტიტულის შანსის არხონის შემდეგ ჯასტინ განიხილავს კარიერიდან წასვლას, თუმცა მისი მთავარი მიზანი კვლავ არის ტიტულის მოსაპოვებლად შანსის მიღება. პედი პიმბლეტიც მედიული მებრძოლია. როცა ილია ტოპურია დაამარცხა ჩარლზ ოლივეირას, ოქტაგონზე ჩაერთო პედი პიმბლეტი, არა არმან ან ჯასტინ გეიჯი. ეს ფაქტი აძლიერებს მედიის ყურადღებას, ზრდის ჰაიპს და Paramount-ის ღონისძიებას მეტ პოპულარობას აძლევს. ჯასტინ გეიჯის კარიერა შთამბეჭდავია UFC-ში. მან დაამარცხა ძლიერი ოპონენტები და აქვს მდიდარი გამოცდილება, რაც ზრდის ინტერესს ფანებში. პედი პიმბლეტი, მიუხედავად მედიის პოპულარობისა, ძირითადად დაამარცხა საშუალო დონის მებრძოლები, როგორიცაა მაიკლ ჩენდლერი, ბობი გრინი და ტონი ფერგუსონი. თუმცა ისინი იმ მომენტში არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ეს ბრძოლა Paramount-ისთვის შექმნის უდიდეს ჰაიპს. პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე იანვარში დარწმუნებით შეიძლება იყოს აღსანიშნავი მაყურებელთა ინტერესი. ალექსანდრე ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა შთამბეჭდავი მებრძოლები არიან, თუმცა ჯასტინ გეიჯი და ილია ტოპურია უკვე იდეალური კომბინაცია არიან. პედი პიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მედიული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პედი შესაძლოა არ იმსახურებდეს ტიტულის შანსს. ჯასტინ გეიჯის მიზანია კიდევ ერთხელ მიიღოს ტიტულის შანსი, დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და მოიპოვოს ჩემპიონობა. UFC-ს მიზანია მაქსიმალურად მედიული ღონისძიების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს მაღალი დაინტერესების დონეს ფანებისა და მედიის მხრიდან. ფანები და მედია ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ ბრძოლებით,
რადგან ორივე მებრძოლია შთამბეჭდავი. ხოლო ისტორია, რომელიც ჯასტინ გეიჯის და ფედი ფიმბლეტს შორის არსებობს, აძლიერებს დაძაბულობას ოქტაგონში. მედიის ყურადღება იზრდება მაშინ, როცა ბრძოლები რთულია და შედეგი გაურკვეველია. ჯასტინ გეიჯი და ფედი ფიმბლეტი მაღალი ჰაიპის მებრძოლები არიან, რაც უზრუნველყოფს Paramount-ის ღონისძიების დიდ პოპულარობას. ჯასტინ გეიჯი და ფედი ფიმბლეტი კვლავ არიან მედიისა და ფანების ყურადღების ცენტრში, რადგან მათი შეხვედრა Paramount-ის პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე დიდი ჰაიპის საგანი იქნება. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეიჯთან, ბრძოლა იქნება დაძაბული და საინტერესო, ხოლო ფედი ფიმბლეტის წინააღმდეგ შეხვედრა კიდევ მეტად გაზრდის ინტერესი და მედიის ყურადღებას. ალი აბდელასისი, ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში, რომ ჯასტინ არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ გასართობი და ძალიან მომაჯადოებელი, რაც ზრდის მისი ბრძოლების პოპულარობას. UFC-სგან ტიტულის შანსის არ ქონის შემდეგ, ჯასტინ განიხილავს კარიერიდან წასვლას, თუმცა მისი მთავარი მიზანი კვლავ არის ტიტულის მოსაპოვებლად შანსის მიღება. ფედი ფიმბლეტიც ძალიან მედიული მებრძოლია. როცა ილია ტოპურია დაამარცხა ჩარლს ოლივეირას, ოქტაგონზე ჩაერთო ფედი ფიმბლეტი, არა არმან ან ჯასტინ გეიჯი. ეს ფაქტი აძლიერებს მედიის ყურადღებას, ზრდის ჰაიპს და Paramount-ის ღონისძიებას მეტ პოპულარობას აძლევს. ჯასტინ გეიჯის კარიერა შთამბეჭდავია UFC-ში. მან დაამარცხა ძლიერი ოპონენტები და აქვს დიდი გამოცდილება, რაც ზრდის ინტერესს ფანებში. ფედი ფიმბლეტი მიუხედავად მედიის პოპულარობისა, ძირითადად დაამარცხა საშუალო დონის მებრძოლები, როგორიცაა მაიკლ ჩენდლერი, ბობი გრინი და ტონი ფერგუსონი. თუმცა ისინი იმ მომენტში არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ეს ბრძოლა Paramount-ისთვის შექმნის უდიდეს ჰაიპს და უზრუნველყოფს ფანების დიდ დაინტერესებას იანვარში ღონისძიებაზე. ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლს ოლივეირა შთამბეჭდავი მებრძოლები არიან, თუმცა ჯასტინ გეიჯი და ილია ტოპურია უკვე იდეალური კომბინაცია არიან. ფედი ფიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მედიული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფედი შესაძლოა არ იმსახურებდეს ტიტულის შანსს. ჯასტინ გეიჯის მიზანია კიდევ ერთხელ მიიღოს ტიტულის შანსი და ამატკიცოს თავისი შესაძლებლობები და მოიპოვოს ჩემპიონობა. UFC-ს მიზანია მაქსიმალურად მედიული ღონისძიების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს მაღალი დაინტერესების დონეს ფანებისა და მედიის მხრიდან. ფანები და მედია ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ ბრძოლებით, რადგან ორივე მებრძოლია შთამბეჭდავი, ხოლო ისტორია, რომელიც ჯასტინ გეიჯის და ფედი ფიმბლეტს შორის არსებობს, აძლიერებს დაძაბულობას ოქტაგონში. მედიის ყურადღება იზრდება მაშინ, როცა ბრძოლები რთულია და შედეგი გაურკვეველია. ჯასტინ გეიჯი და ფედი ფიმბლეტი არიან მაღალი ჰაიპის მებრძოლები, რაც უზრუნველყოფს Paramount-ის ღონისძიების დიდ პოპულარობას. ჯასტინ გეიჯი და ფედი ფიმბლეტი არიან მაღალი ჰაიპის მებრძოლები, რაც უზრუნველყოფს Paramount-ის ღონისძიების დიდ პოპულარობას. ეს ბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ელოდებული შემთხვევა UFC-ში, რომელიც შექმნის დიდ ჰაიპს და მედიის ყურადღებას. ფანები დაელოდებიან თითოეულ მომენტს ოქტაგონში, ხოლო ილია ტოპურია იქნება მთავარი ფიგურა ამ ბრძოლებში. Paramount-ის პირველი ნომერირებული ღონისძიება იანვარში იქნება დიდი წარმატება, ხოლო მედიის ყურადღება და ჰაიპი გარანტირებული იქნება. ჯასტინ გეთეჯი და ფედი ფიმბლეტ კვლავ არიან ყურადღების ცენტრში. მათი ბრძოლა Paramount-ის პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე შეიძლება გახდეს ყველაზე მედიული, რაც გამოიწვევს მაღალი ინტერესი ფანებში და მედიის გაშუქებაში. თუ ილია ტოპურია დაპირისპირდება ჯასტინ გეთეჯისთან, ბრძოლა იქნება მძაფრი და საინტერესო, ხოლო მათი დაპირისპირება ფედი ფიმბლეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაზრდის ჰაიპს და ინტერესს. ალი აბდელასი, ჯასტინ გეთეჯის მენეჯერი, გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში, რომ ჯასტინ არა მხოლოდ ძლიერი მებრძოლია, არამედ გასართობი და ძალიან მომაჯადოებელი, რაც ზრდის მისი ბრძოლების პოპულარობას. UFC-სგან ტიტულის შანსის არ ქონის შემდეგ, ჯასტინ განიხილავს კარიერიდან წასვლას, თუმცა მისი მთავარი მიზანი კვლავ არის ტიტულის მოსაპოვებლად შანსის მიღება. ფედი ფიმბლეტიც მედიული მებრძოლია. როცა ილია ტოპურია დაამარცხა ჩარლს ოლივეირას, ოქტაგონზე ჩაერთო ფედი ფიმბლეტ, არა არმან ან ჯასტინ გეთეჯე. ეს ფაქტი აძლიერებს მედიის ყურადღებას, ზრდის ჰაიპს და Paramount-ის ღონისძიებას მეტ პოპულარობას აძლევს. ჯასტინ გეთეჯის კარიერა შთამბეჭდავია UFC-ში. მან დაამარცხა ძლიერი ოპონენტები და აქვს დიდი გამოცდილება, რაც ზრდის ინტერესი ფანებში. ფედი ფიმბლეტი, მიუხედავად მედიის პოპულარობისა, ძირითადად დაამარცხა საშუალო დონის მებრძოლები, როგორიცაა მაიკლ ჩენდლერ, ბობი გვინ და ტონი ფერგუსენ, თუმცა ისინი იმ მომენტში არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ეს ბრძოლა Paramount-ისთვის შექმნის უდიდეს ჰაიპს. პირველ ნომერირებულ ღონისძიებაზე იანვარში დარწმუნებით შეიძლება იყოს აღსანიშნავი მაყურებელთა ინტერესი. ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლს ოლივეირა შთამბეჭდავი მებრძოლები არიან, თუმცა ჯასტინ გეთეჯი და ილია ტოპურია უკვე იდეალური კომბინაცია არიან. ფედი ფიმბლეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მედიული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფედი შესაძლოა არ იმსახურებდეს ტიტულის შანსს. ჯასტინ გეთეჯის მიზანია კიდევ ერთხელ მიიღოს ტიტულის შანსი. UFC-ს პოლიტიკა არის მაქსიმალურად მედიული ღონისძიების მოწყობა. ფანები და მედია დაინტერესებული არიან ამ ბრძოლით, რადგან ორივე მებრძოლი შთამბეჭდავია, ხოლო ისტორია მათ შორის აძლიერებს დაძაბულობას ოქტაგონში. ყველა იცის, რომ მედიის ყურადღება იზრდება მაშინ, როცა ბრძოლები რთულია და შედეგი გაურკვეველია.
ჯასტინ გეთეჯი და ფადი ფიმბლეტი მაღალი ჰაიპის მებრძოლები არიან, რაც უზრუნველყოფს Paramount-ის ღონისძიების დიდ პოპულარობას.